დარგი, რაც არის მევენახეობა, მეღვინეობა, ხო, ეს არის დარგი, რომელიც მოითხოვს ძალიან დიდ დროს. ყველაზე ძვირი რაც არის, მე არის მატერიალური რესურსები, ანუ ფული და მე არის სწორი გუნდი, რა. აი ეს ყველაფერი თუ ერთად თუ გაქვს, ძალიან მაგარია. ჟინი არის მთავარი აქ კიდე რა. რაც არ უნდა რესურსი კონდეს, ძალიან ბევრს აქვს რესურსი, ახლა თქვა იგივე ფინანსური, მაგრამ ჟინი არ აქვს არანაირი და მე და ჩემო სამეგობრო ჩვენი თავები ჩვენ თვითონ შევქმნით რა. და საკმაოდ ძიმე პერიოდებიც ჰქონდა რთულის, მაგრამ ყველაფერი გადავიდა, ჟინი ჰქონდა ძალიან ძაფრი და ძალიან ძლიერად განვითარებული. ეს ერთ-ერთი საჭირო თვისებაა, თუ კი შეგინდა რამე კვალი დატოვა. ეხლა როგორ ვითარებაში არის ქართული ღვინო, აი მსოფლიო რუკაზე რო შევხედოთ, სად დგას? ქართული ღვინის ფასი მსოფლიო საშუალო ფასზე ცოტა მაღალი არის. ყოველ შემთხვევაში აგერ აქამდე იყო, თუ ეხლა არის, რაც ძალიან კარგი თვისებაა და პოტენციალი ჩვენ თუ შევინარჩუნებთ ჩვენ ხასიათს, ჩვენ ჯიშებს, ჩვენ სტილს რაც გქონდა, ჩვენ პოტენციალი ძალიან დიდი გვაქვს. ცოტა დრო გჭირდება, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი ქართულ ღვინოს არავინ არ იცნობდა. ცოტა დრო გჭირდება და მაინც ალბათ ცოტა მეტი მუშაობა გჭირდება აქ ჩვენ თვითონ ერთმანეთში სისტემა უნდა გადავაგდოთ, საბჭოური სისტემიდან გამოვიდეთ საბოლოოდ და თანამედროვე ჩვენ ტრადიციულ ევროპულ სისტემაზე დავბრუნდეთ. ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ კარგი დიდი ღვინოები გქონდეს.